დღეს დილით ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე ორი აფეთქება მოხდა ბრიუსელის აეროპორტში, რომელსაც BBC-ს ბოლო მონაცემებით 11 ადამიანი ემსხვერპლა, აქედან 1 საათში კი აფეთქება მოხდა ბრიუსელის მეტროში, სადაც 20 ადამიანი დაიღუპა. Ამ ინფორმაციას ავრცელებენ ბელგიის ჯანდაცვის მინისტრი და ქალაქ ბრიუსელის მერი. ტერაქტები სავარაუდოდ განახორციელეს თვითმკვლელმა ტერორისტებმა, ხოლო პასუხისმგებლობა ამ შეტევაზე ტერორისტულმა ორგანიზაცია ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. ჩვენ ევრონიუსის მიერ გავრცელებულ კადრებს უყურებთ. ბელგიაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა, როგორც ცნობილია, 4 დღით ადრე ბრიუსელში აიყვანა სალაჰ აბდესლამი, პარიზის ნოემბრის ტერაქტების ერთ-ერთი მთავარი ძებნილი ტერორისტი და ერთ-ერთი ვარაუდის მიხედვით ბრიუსელის გააქტიურებულებმა რეიდებმა იძულებული გახადა ტერორისტები, რომ დაეჩქარებინათ ადრევე დაგეგმილი შეტევების განხორციელება. Links from Brussels city centre have been shut down. The metro has also been closed. Located on the outskirts of the Belgian capital, Zaventem Airport is one of Europe's most important business and travel hubs. The city იმის მიუხედავად, რომ აეროპორტი და ბრიუსელის მთელი ქალაქის საზოგადოებრივი სატრანსპორტო სისტემა დახურული იყო სხვადასხვა საინფორმაციო არხებზე, ვრცელდებოდა თვითმხილველების გადაღებული ვიდეოები, რომლებიც კარგად ასახავს მდგომარეობას შემთხვევის ადგილზე ტერაქტებიდან ცოტა ხნის შემდეგ. ხშირად ერთი და იგივე კადრს რამდენიმე საინფორმაციო სააგენტო და ტელეარხი გადმოსცემდა და სწორედ არაპროფესიონალი თვითმხილველების გადაღებული კადრებით დარჩება ბრიუსელის დღევანდელი ტერაქტი მაყურებლის მეხსიერებაში. ახლა ჩვენ ნახავთ სწორედ ამ გადაღებულ კადრებს ერთკოლაჟად ეს პირველი ვიდეო რომელსაც შემოგთავაზებთ არის დილით გავრცელებული ერთ-ერთი პირველი კადრები რომლებიც ბრიუსელის აეროპორტის ავტოსადგომიდანაა გადაღებული ჩანს როგორ გამორბიან მგზავრები დაზიანებული ტერმინალიდან ეს კი უკვე აეროპორტის ტერმინალში გადაღებული მასალა უშუალოდ ტერაქტის შემდეგ ამ ვიდეოს ბოლოში კარგად ჩანს აფეთქების შედეგად აეროპორტისთვის მიყენებული ზიანი და თავად აფეთქების სიმძლავრეც. We waren wel op de grond geslagen, maar... ეს კადრები, სადაც მგზავრები ტერმინალის იატაკზე ცდილობენ თავშესაფრის მოძებნას, აქ ჩანს ასევე სამაშველო სამსახურების გადაადგილება აეროპორტის ევაკუაციის. Will it happen much more time? Will it happen much more time? Yes, many times or better soon. Stay with them. Where the fucking soldiers? A soldier can also do nothing. Get over here. Get over there. Okay, I go. My second. ეს კი უკვე ბრიუსელის მეტროს ერთ-ერთი სადგურის ამოსასვლელთან გადაღებული მასალა.
ეს კადრები კი გვიჩვენებს აფეთქების შემდეგ მეტროს გვირაბში გაჩერებული მატარებლიდან მგზავრების ევაკუაციას. ნამდვილად მძიმე მასალა, კომენტარსაც ვერ გააკეთე. კარგი, ეს იყო ბოლო ვიდეო მასალა, რომელიც გვინდოდა რუბრიკაში მსოფლიო ამბები გაგვეზიარებინა თქვენთვის. ეხლა კი მოდი ვნახოთ. არ უნდა დაგვაუწყდეს აუცილებლად ჩვენი კოლეგა, მოამბის კორესპონდენტი ქეთი ქარდავა, რომელიც სულ შემთხვევით აღმოჩნდა მოვლენების ეპიცენტრში. აეროპორტთან ახლოს და სწორედ მისი წყალობით ძალიან ისეთი ფოტოებს იღებდა და ვიზუალური მასალას აწვდიდა მთელი დღის განმავლობაში. ერთ-ერთი პირველი მასალა, რომელიც გავრცელდა, სწორედ იყო მის მიერ, რომ ნახე რომ ცოცხალი ვარ, მას მერე დავიწყე ფოტოების გადაღება, იმდენად ახლოს იყო პირველ აფეთქებასთან, სულ რამდენიმე მეტრში ესეთი სიტყვებიც მოვისმინა მისგან. ხო, მაყურებელს შეუძლია შევიდეს Facebook გვერდზე პირველი არხის და სწორედ ქეთევანის მიერ დაპოსტილი, ასე ვთქვათ, ამბები ნახოს Facebook გვერდზე, შეგვიძლია ვაჩვენოთ. რაც მთელი დღის განმავლობაში ვრცელდებოდა, მაგრამ შეუძლია დღის ბოლოს გადაავლოს თვალი ამ ნიუსფიდს, ასე ვთქვათ.